მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით? შუადღე მშვიდობისა. დღეს ასეთი ვიდეოთი მოვედი. დღეს გვექნება ჩიფსების დაგემოვნება. ასეთი უამრავი ჩიფსი გვექნება, უამრავი ასორტი, უამრავი გემო, საინტერესო, ძალიან, აი ასეთი ბიო ჩიფსები, ნაირ-ნაირი, ძალიან საინტერესო უცხო გემოები, მინდა გითხრათ, სხვათა შორის არასდროს არ გამისინჯავს ბევრი მათგანი და მინდა რომ დღეს თქვენთან ერთად დავაგემოვნო და შემომიერთდით, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო, დამიგულეთ და აბა დავიწყოთ პირველი დავაგემოვნოთ. ბოდი დავიწყოთ ბიო ჩიფსებით. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც, იმიტომ რომ ეს არ გადამივარდეს და პირველად ვსინჯავ მე თვითონ, რაც ძალიან ჩემთვისაც საინტერესო არის. მინდა გითხრათ, მოდი დავიწყოთ აი ასეთი პამინდრის, კეჩუპის ჩიფსით. ეს არის ბიო ბრინჯის თუ არ ვცდები ჩიფსი. არ ვიცი ამის და მინდა გითხრათ, რომ ასე არ გავხსნი, გავჭრი მაკრატლით, იმიტომ რომ ძალიან ბევრია და ასე გახსნაში რო არ ვიწვალო, მეგობრებო. აი ასე კომფორტულად, კი სხვა დროს ჩიფსებს ესე არ ვხსნით, შუაზე ვხსნით ხელით და დავაგემოვნოთ თითო და გავიგოთ, აბა როგორი გემო აქვს, როგორი ღირს თუ არა შეძენა და ასე შემდეგ. აბა დავიწყოთ. ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ. ყველას გავსინჯავ თითო ცალს. აი ასე გამოიყურება, მეგობრებო. და საინტერესოა. აბა დავიწყეთ. რა საინტერესოა. ნამდვილად აქვს ბრინჯის გემო. რაღაც ბრინჯის კი არა, იცი როგორი გემო აქვს. აი ხლოპიაც არა, აი რა ქვია? გამახსენდა. ის რო იყიდება, ხლებცი რო იყიდება, ხლებცის გემოთია სხვათა შორის, ანუ სტრუქტურა თვითონ ხლებცის აქვს. ნახეთ და კეჩუპის გემო აქვს ნამდვილად. ძალიან სასიამოვნოა. ეხლა რამდენად სასარგებლოა მე ვერ ვიტყვი, ეხლა ბიო კი არის, მაგრამ არ ვიცი. ვესაც სურვილი აქვს შეიცნეთ, ძალიან სასიამოვნო გემოა, მარილიც ძალიან კარგად აქვს. კეჩუპის გემოც ნამდვილად აქვს. ვისაც გიყვართ ხლებცები, აი იმისთვის ძალიან გემრიელი იქნება. ამას მოდი დავუწერ მე დღეს, რა ვიცი, 8 ქულას, იმიტომ რომ კეჩუპის გემოთი მე დიდად არ მიყვარს ჩიფსი, მაგრამ მაინც იყოს 8 ქულა. აბა გადავედით. თან გადავალ სწრაფ-სწრაფად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის და მინდა რომ ყველა გემო მოვასწროთ. ესეც ბიო ჩიფსი არის. აი ასეთი დაძველებული ყველის გემოთი და სხლის გემოთი, ძალიან პიკანტური და რაღაც ახალი გემო უნდა იყოს ჩემი აზრით. აბა გავხსნათ თან ასე. აი ასე გავხსნი. კომფორტული რო იყოს ჩემთვის, რა თქმა უნდა, მეგობრებო, შემომიერთდით, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიგულეთ და ლაიქეთ. აბა დავიწყოთ. ნახოთ, ესეც ბიო ჩიფსია. აი ასეთი. ნახოთ. ძალიან გემრიელია, მეგობრებო. ნამდვილად აქვს ყველის გემო, ეხლა მსხალი რამდენად არის. ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ყველის გემო ნამდვილად აქვს, ოღონდ რაღაც აი ძალიან განსხვავებული ყველის გემო, იმიტომ რომ რაღაც ნახეთ როგორი დაობებული ყველი თუ რაღაც სუნელებიანი ყველია.
ძალიან სასიამოვნო გემო. ამას დაუწერ მაგალითად 9 ქულას მე. წინას ხო 8 ქულა დაუწერე, ამას 9 ქულას დაუწერ. აი ასე. 9 ქულიანი ჩიფსი ბიო. აბა გადავიდეთ. მოდი ამას თან გვერდზე გადავდეთ რაღაცებს, რომ მე შემდეგში კიდევ დაეტიოს აქ გახსნილების ბევრი იქნება და თუ არ დაგვეყაროს თავს. აბა ნახოთ. ეს არის ყველის ბიო ჩიფსი ესე. დღეს რაღაცა ბევრი ბიოს ჩიფსები გვექნება. ძალიან მაინტერესებდა, იმიტომ რომ მე თვითონ არ დამიგემოვნებია და რაც არ გამისინჯავს. მე თვითონ მაინტერესებს და მაინტერესებს ღირს თუ არა შეძენა. ვისაც აინტერესებს, მიყურეთ, გამოიწერეთ არხი და ნახეთ, აბა ღირს თუ არა შეძენა. ჩემი გემოვნებით, რა თქმა უნდა, ყველას თავისი გემოვნება აქვს, ვისაც სურვილი აქვს, მიყურეთ და გაიგეთ. როგორი გემოები არის. აბა ნახოთ, ეს უნდა იყოს ყველის გემოთი ეს. ესეც რაღაც ხლებცის მაგვარი მასა არის. აბა მეგობრებო, ნამდვილად აქვს ყველის გემო. ძალიან მიყვარს სხვათა შორის ეს ყველი მე. ძალიან მიყვარს, ძალიან უყელაფრო ზეთის ხილთან, ყავასთან ძალიან მიყვარს გავსი ყველის მირთმევა და ჰოლანდიური ყველი ძალიან მიყვარს. და ეს არის მისი გემოთი. არის ცოტა მარილიანი, არის ხრაშუნა, იმ ჩიფსებს არ გავს, იმიტომ რომ ხლებცის თვითონ მასა არის, თვითონ ჩიფსი. იმიტომ რომ დიეტურია, მე როგორც მივხვდი, ახლა მარილიანი ამდენად ბიო და დიეტური არ ვიცი, მაგრამ ეგრე აწერია ყოველ შემთხვევაში. და ამას დაუწევ ყველის სიყვარულის გამო 10 ქულას. 10 ქულა ჩემგან. აი ასე. გადავედით. ბიო გადავდოთ კიდე გვერდზე და შემდეგი ბიო. აბა შემდეგი. ეს რა საინტერესოა. ეს არ ვიცი რისი არის მეგობრებო. რაღაცა გვაკამოლეს, რაღაცა ტარხუნა, არ ვიცი რაებია, თხილებია. ეს ტოთი რაღაცა გვაკამოლეს რაღაცა რის ჩიფსი, ხო, ბრინჯის ჩიფსია ეს. რაღაცა გვაკამოლეს პესტოთი. აბა ვნახოთ. მეც ძალიან მაინტერესებს და პირველად მეგობრებო, ყველაფერს თქვენთან ერთად პირველად სინჯავ მეც და გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ ასეთი საინტერესო და საუკეთესო პროდუქტი და ვიდეოები შემოგთავაზოთ. აუცილებლად ზარისხილას დაჭირეთ თითი, არ დაგავიწყდეთ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, მიყვარხათ და გელოდებით ჩემ არხზე. აბა გავაგრძელოთ. არ გავჩერდეთ, იმიტომ ძალიან საინტერესო და გებრიელათაც იყურება. აბა დავიწყოთ, მეც ძალიან მაინტერესებს ღერთო. ხო, ასეთი ბრინჯის ჩიფსი, წესით ამის გემოთი, აბა ვნახოთ. ახლა გეტყვით მე. ახლა რამდენად ამ პესტოს გემო აქვს არ ვიცი, მაგრამ ამის გემო აქვს ნამდვილად. ტარხუნა არა. აი რა ვიცი, რაღაცა ეს აღარ მახსოვს რა ქვია ამას. გლუტენი. თხილი ალბათ სიახატეა, თხილი არ არის, რა თქმა უნდა. და ამ ფოთოლს რა ქვია? პიტნა არის ალბათ, ხო, პიტნის. და ძალიან გემრიელია, მეგობრებო, მინდა გითხრათ, ამასაც ჩემგან, რა თქმა უნდა, ჩემი გემოვნებით დაუწერ 10 ქულას. მე როგორც გონია, მე მგონი ბევრი 10 ქულა გველოდება წინ. გადავიდეთ. ამას უწერ 10 ქულას. აი ასე. რაღაცა ბიო ძალიან მომეწონა დღეს ჩიფსი. და ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროდუქტი
ძალიან რატომაც არა ეხა, რა ვიცი. ნახოთ. აბა გადავიდეთ. ეს არის ასეთი ჩიპსი. ნახეთ როგორი ლამაზი შეფუთვა. მე არ გამისინჯავს ასეთი. ეს უფრო კრანჩია ვიდრე ჩიპსი, მაგრამ ძალიან საინტერესო არის და ძალიან დამაინტერესდა. მაგრამ ჩიპსი აწერია პრინციპში. არა და კრანჩს გავს. კარგი იყოს ჩიპსი მაშინ. და ძალიან საინტერესო. მე მგონი ტომატ პასტით არის ესეც. რაღაცა კარგი ხარისხის. აი ნახეთ როგორი ქაღალდია. საინტერესოა, ამასაც პირველად ვყიდულობ. რაც გასინჯული მაქვს ალბათ. აუცილებლად ვიტყვირად შეძენილი მაქვს აქამდე. და უბრალოდ მინდა რომ შევადარო. რაც არ გამისინჯავს და რაც გამისინჯავს. აბა ნახოთ. მოდი აღარ გავწვი, ესე ამოვიღებ. აბა ნახოთ. რა ძალიან მაინტერესებს, აი ძალიან. აი ასეთი კრანჩები, სნეკები, ნახოთ. და ვიცი მეგობრებო. ჩვეულებრივი, ჩემთვის პირადად, ჩვეულებრივი ბურბუშელა არის ტომატის გემოთი. ჩემი აზრით, მარილიც ძალიან ისი აქვს, აქვს, მაგრამ ძალიან ცოტა სიმწარეც დაკრავს ბოლოში. რა ვიცი, ვისაც გიყვართ მსგავსი ჩიპსები და კრანჩები და ისინი რა ქვია, კრანჩები და სნეკები შეიძინეთ. აი ასეთი სიახლე და სიგემრიელი. მე მაგალითად ამას დაუწერდი 7 ქულას, იმიტომ რომ ჩემ გემოვნებაში ეს არ ჯდება, ტომატ პასტა არ მიყვარს ესე ძალიან. ასეთ სნეკებში, თორე ზოგადად ცხოვრებაში ტომატ პასტა საჭმელში რაღაც მიყვარს, მაგრამ პამიდორიც, მაგრამ ესე არა. უფრო სხვა მსგავსი გემოები წინ რაც იყო 10 ქულიანი, აი უფრო ეგეთი მიყვარს. მე პირადად, რა ვიცი. აი ასე 7 ქულა ამ კრანჩს. გადავიდეთ. მე თან იქით ვაწყობ რო აქ აღარ ეტევა. აბა ნახოთ, მსგავსი ბრენდის ჩიპსი, მეგობრებო, ესეც რაღაც ჩიპსი, კრანჩი, სნეკი, რამე, ყველა ერთმანეთს გავს და ყველა ერთნაირია, მე მგონი სახელითაც. თარგმნება. ეს უნდა იყოს რაღაც შემწვარი ბეკონით. აბა ნახოთ. ის 7 ქულიანი იქნება, ეს იყოს უფრო კარგი ქულიანი. ძალიან მაინტერესებს და მინდა რომ მსგავს ესეთ კარგ იმებს, რა ქვია, შეფუთვებს ასეთი ლამაზი რეკლამით, რომ მინდა რომ კარგი დიდი ქულა დაუწერო მაგალითად. და გემოცით რომ კარგი იყოს, ძალიან მინდა ხოლმე რომ რა ვიცი. აი ასეთი ბურბუშელა და აბა ვნახოთ. შეუდგეთ საქმეს, თან არ დაგავიწყდეთ, გამომიწერეთ მეგობრებო, ყოველთვის ძალიან ბევრს გთხოვთ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი გამომწერი მყავდეს, ავიდეთ 1000 გამომწერზე, ძალიან მინდა რომ ჩემმა არხმა გააგრძელოს მუშაობა და ყოველთვის ასეთი საინტერესო და სასარგებლო ვიდეოები გადავიღოთ თქვენთვის, რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო მაყურებელო და რა ვიცი ჩემო ძვირფასო გამომწერებო, მიყვარხართ, გაფასებთ ძალიან და აბა გავაგრძელოთ, გავსინჯოთ. ოი, კი, სხვათა შორის. ამას აქვს. ნამდვილად აქვს ბეკონის კარგი შემწვარი ბეკონის გემო. მარილიანი და მწარეც არის კარგად, სხვათა შორის, ვისაც მწარე პროდუქტი უყვარს მსგავსი. ხო, ძალიან არა, მაგრამ არის სიმწარე, არის კი. ამას დავუწერდი 8 ქულას, თავის სიმწარის და აი ბეკონის გამო. შეფუთვის გამოც და ქაღალდის ხარისხის გამოც, სხვათა შორის და კარგად ბევრიც არის, როგორც 100 გრამი არის, საკმარისია მე თუ მკითხავთ. გასართობად და საკრანჩოთ რატომაც არა. აბა გადავიდეთ მეგობრებო, მოვემზადოთ, იმიტომ რომ წინ კიდევ ბევრი გველოდება. გასასინჯეთ. აბა ვნახოთ.
იგივე კრანჩი, იგივე ჩიპსი. ეს რაღაცა ძალიან საინტერესოა, მეგობრებო. ნახეთ როგორი გემოა, რაღაცა ლიმონი და რაღაცა მე მგონი ბულგარული წიწაკა არ არის. ეს არის რაღაცა მწვანე წიწაკა და წესით უნდა იყოს ჩილი, ანუ მწარე შეიძლება იყოს. არ ვიცი, ვნახოთ. მე ძალიან მიყვარს მწარე პროდუქტი, ზოგადად წიწაკა ძალიან მიყვარს საჭმელშიც და არა მარტო. ჩემი დიდი სიყვარულია მწარე პროდუქტი და აბა მოდი ვნახოთ. ძალიან საინტერესო ხარისხი და რეკლამა ძალიან კარგი არის, ძალიან ლამაზი არის, ხელში რო აიღებს სასიამოვნო. ამასაც ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ მეგობრებო, რომ რაღაცას რომ ყიდულობთ, კი ბატონო, პროდუქტი ძალიან კარგია, მაგრამ რაღაცა შეიძლება საჩუქრად გინდათ, ამ ბავშვისთვის, ან მეგობრისთვის, ან რა ვიცი, მშობლისთვის, ან ასე შემდეგ, მეუღლისთვის და რატომაც არ უნდა იყოს თან ლამაზი, ხო? მე მაგიტო ვაფასებ გარეგნულათაც და ხარისხითაც. მარტო გემოში არ არის, თვალიც ჭამს და თვალიც ყავს, ხო იცით? აბა ვნახოთ. ასეთი კრანჩი ესეც ბურბუშელა. აი მეგობრებო. ეხლა უიმე რა ძალიან მწარია. ძალიან მწარია. რო ჩაკმეჩავთ ვითომ არაფერი, მაგრამ ბოლოში ისეთი მწარია, რომ აი არ ვიცი, ეხლა ეს რომ ზედიზედ მიირთვათ ბევრი. დამიჯერეთ ნამდვილად სიმწარეს, კარგად ვისაც უყვარს იქს. მე მიყვარს მაგალითად. ჩემგან 10 ქულა ლიმონის გემო არა აქვს. ალბათ ლიმონი არ ვიცი რისთვის ახატია. შეიძლება ლიმონთან ერთად ლიმონი უნდა მოასხა და ისე ჭამო თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ლაიმი აწერია, ლაიმი. და ტესტი ხო გასაგებია. ჯალაპენი აწერია, ალბათ ეს თვითონ წიწაკას ქვია. არ ვიცი რა ენაზე, ალბათ რა ვიცი, ინგლისურად არის ხო, მაგრამ ვიცი არ ვიცი და მოკლედ ლაიმის და ესეთი ჯალაპენის წიწაკის რაღაცა ჩილის ჩიპსი. მე მომეწონა, ჩემგან 10 ქულა. აი ასე. ეს ალბათ აუცილებლად მე მივირთმევ ამას ბოლომდე, როგორც საჭიროა ისე. ასე რომ გადავიდეთ. აი ნახეთ მეგობრებო, ძალიან ბევრი ჩიპსები და რაღაცები გვაქვს, წინ ბევრი გველოდება კიდევ დასაგემოვნებლად. ახლა გადავალ ასეთ ჩვენთვის ძალიან ნაცნობ ლეისზე, მეგობრებო. და მინდა გითხრათ, თან გავხსნი. რაღაცა რუსულად რატო აწერია? იფლონიე. არ ვიცი ხა უკრაინულია, რუსულია, ლეისთან რა შუაშია, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ჩვენთან იქიდან შემოდის, როგორც მივხვდი, ალბათ უკრაინიდან უფრო. როგორც არის. ჩვენ დასაგემოვნებლად გვინდა და ასე რომ გადავიდეთ საქმეზე. პაპრიკა აწერია, სხვათა შორის მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ მე პირადად ძალიან მიყვარს გავსი სტრუქტურის ჩიპსი. გემო ეხა ამისი ესე არ მახსოვს, მაგრამ მწარე მიყვარს. აი ასეთი ზიგზაგი არა, ზოლიანი ჩიპსია. თან გავსინჯოთ. აია. მაშოგემრიელია. ეს თვითონ სტრუქტურა ძალიან მომწონს მე და ამ სტრუქტურის გამო და ცოტა არ ვიცი, სიმწარე იმ ჩიპსისგან გამომყვა მგონი, თორე პაპრიკა მწარე არ არის და ძალიან გემრიელია ესეც. ამასაც აქვს ადგილი, ძალიან კარგი წონა აქვს სხვათა შორის, არც იაფი არ არის მეგობრებო, მინდა გითხრათ. არც ერთი ჩიპსი, ანუ არის, რა თქმა უნდა, ძვირიანი რაღაცეებიც არის აქ და იაფიანი არის, მაგრამ ნაკლებად იაფიანი. დღეს იაფი აღარაფერი აღარ ღირს. და მოკლედ, ამას დაუწეროთ, მოდი 8 ქულა. აი, ასე ჩემგან ახლა წონაშიც ბევრი არის. მოდი ესე გადავდებ თან აქ გვერდზე. ასე. და გადავიდეთ
სხვა ჩიფსზე ახლა. ამას აქ დავდეთ, ხო ასე. გადავიდეთ აი ასეთ ყველის ჩიფსზე მეგობრებო. ალბათ ყველასთვის ნაცნობია ეს. მეც ხშირად დამინახავს მაღაზიაში, რა თქმა უნდა. ნაცნობია ძალიან, ჩემთვისაც ძალიან უყვარს და ხშირად ვყიდია. მე ესე არ ვსინჯავ ესე ჩიფსებს ვერიდები, რა თქმა უნდა, რა ვიცი და ზოგ ძალიან უყვარს და ბევრს ყიდულობენ და ჩემთვის ნახევარზე მეტი აქ არის. მინდა გითხრათ ძალიან უცხო და პირველი გემო ჩემთვის. იცოდეთ. რა ვიცი, აბა დავიწყოთ. გავსინჯოთ ესეთ წეგან ხო იყო ყველის და ძალიან გემრიელი იყო 10 ქულა დაუწერე და აბა ეხლა ვნახოთ ეს როგორი იქნება. ნახოთ. აი მეგობრებო. მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფასის მიხედვით ვიძახი. კარგად ბლომად ყრია შიგნით და ძალიან გემრიელია და ნამდვილად აქვს ყველის გემო. მარილის საკმარისი აქვს, არ არის ძალიან ლაში, არის ჩიფსები, რომ ძალიან მლაში არის და შეიძლება ისეთი მლაში არის, რომ საერთოდ ვერ შეჭამოთ, მაგრამ ეს არის ძალიან საკმაოდ ანუ ნორმალურად აქვს რა ყველაფერი. ამას მაგალითად დაუწერდი ფასიც მისაღებია ძალიან, მინდა გითხრათ. მისასალმებელია ძალიან და ამას დაუწეროთ, მოდი 9 ქულა. აი ასეთ გემრიელობას. მოდი აქ დავდოთ თან. აი ასე. აბა გადავიდეთ. ეს ისე რაღაცა ბიო რაღაცა ჩიფსი გვაქვს. აბა ვნახოთ. ეს არ ვიცი რისი არის. ალბათ ბეკონია, მეგობრებო. აბა წავიკითხოთ. ლიმონ, აბრიკო. არ ვიცი. ლიმონი არა. ჯამონ, აიბერიკო. რაღაცა უცხოურად აწერია. round this chips. Popped. არ ვიცი. ანუ ყავისფერი ბრინჯისგან არის, ბრაუნის აწერია, ჩიფსი და ეს არ ვიცი, ეს ალბათ არის რაღაცა. ნუ მოდით გავხსნათ, თან დავაგემოვნოთ და გემოზე მივხვდები რისია. ხო ესე კითხაობას და ესე წაკითხოს ჯობია მე მგონი. აბა ნახოთ, თან ბევრი დროც რო არ წავიღოთ. ნახოთ, აი ესე ყავისფერი ბრინჯი. რა? ეს არის მეგობრებო. მე მგონი ბეკონის. ბეკონის თუ რა არის თუ შებოლილი ბეკონის ვერ ვიგებ, მაგრამ ჩემთვის რაღაცა გაუგებარი გემო აქვს. არ ვიცი, ამას 7 ქულას დაუწერ, იმიტომ რომ არა, გემო არ არის ცუდი, ძალიან გემრიელია და უბრალოდ ვერ ვიგებ ახლა ბეკონის გემო თან დაკრავს, ვითომ არ დაკრავს. მარილიც არის გრძნობა, რაღაცა დიეტურია მგონი და რაღაცა ეს ხლებცი ძალიან მიყვარს მე პირადად, ბრინჯის ხლებცი თეთრი როა ძალიან მიყვარს, მაგრამ ის არის ესე ძალიან უგემური და ამას ესე გემოები აქვს და რა ვიცი, მისაღებია, სასარგებლოა ალბათ, რა თქმა უნდა, იაფიც არ აღირს ნამდვილად, მინდა გითხრათ და რა ვიცი, მოდი ამას 7 ქულას დაუწერ იმ ჩიფსისგან გაცხოვებით 10 ქულა რო დაუწერ. ნუ ეს უკვე გემოზია. გემოს გამო რა თქმა უნდა მეგობრებო და არა იმის გამო რომ ან რაღაცა ცუდი ან რაღაცა უბრალოდ მე მსგავსი გემო არ ვიცი ვერ გავიგე არ მომეწონა ესე ძალიან და იყოს ეგ შეფასება 7 ქულა. მოდი ახლა გადავიდეთ ასეთ ჩიფსუნიაზე მეგობრებო რომელიც არის ასე დავალაგებ თან ვალაგებ რომ რამე არ ამერიოს კიდე არ გავხსნა გახსნილი. ხო და ასე
ასეთი ჩიპსი, უკვე ნაცნობი, წეღა რომ დაუწერე, სხვათა შორის 10 ქულა თუ 9 ქულა არ მახსოვს, მე მგონი არ. ეს უნდა იყოს, როგორი გაბერილია, ნახეთ. ეს ძალიან ჰაერით არის გაბერილი, მაგრამ წესი ძალიან ბევრი უნდა იყოს თან შიგნით. ესე რაღაცა აღარ ვიტყვი ხა იმის, კაი იყოს წყლის მეფის რაღაცა კაუჭიანი, მსგავსი იყოს ეგა. ესეთი ცეცხლოვანი წიწაკა, ეს იქნება მეგობრებო უმწარესი წესით. არ ვიცი როგორ გადავრჩები ახლა. მაგრამ თქვენ ხათრით და თქვენ გამო რას არ ვიზავ, ხო და მაგიტომაც გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო. დამილაიქეთ, დამიგულეთ, დამიკომენტეთ, ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება ასეთ რისკებზე რომ მივდივარ. და ახლა უნდა მივირთვათ ძალიან უმწარესი, როგორც აქ არის მითითებული, ძალიან მწარე ჩიპსი. აბა წავიდა. იმედია გადავრჩები. რაღაცა რა ვიცი. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი ხა მე მიყვარს მწარე და ესე ვერაფერს ვერ მიკეთებს ეს სიმწარე თუ როგორ არის ჩემი საქმე, მაგრამ ჩემი პირის რეცეპტორები მეუბნება, რომ ეს ესეთი მწარე არ არის და ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან მწარე იყოს, აი ძალიან, მაგრამ ეხა გაგეცინებათ, მაგრამ მე რაღაცა მეტკბილება კი არ მემწარება. ანუ კი რაღაცას კბენს, მაგრამ უფრო ტკბილია, ვიდრე აი როგორ არის იცი, მლაშე ტკბილი, ოდნავ მწარე. ჩემთვის ესეთი გემო აქვს. აი ამ ჩიპს. და ძალიან სასიამოვნოა სხვათა შორის. და ამას დაუწევ 9 ქულას ჩემგან, იმიტომ რომ ძალიან მესიამოვნა. ეს ჩიპსი ძალიან კარგი გამოდგა, იმიტომ რომ მიყვარს თავისი გემოები, მე პირადად. და რა ვიცი, აბა გავაგრძელოთ მეგობრებო, გავაგრძელოთ თან, აი ასე, თან დავალაგოთ ასე ლამაზად, რომ ესე ჩვენი ჩიპსები, ესე იყვნენ ჩვენთან ახლოს და ლამაზად. ახლა გადავედით ისე ლეისზე. ეს არის საკმაოდ დიდი და რა ვიცი, უზარმაზარი ჩიპსია, მეგობრებო, ნახეთ. ასეთი რეკლამით. აი, ნახეთ. ლეტავ კუსნე სლეის. ანუ ზაფხული გემრიელია ლეისთან ერთადო რა. მე გადაგითარგმნეთ, მოკლედ არ ვიცი. ვინც არის ის რუსული თუ რა ქვია, უკრაინული. და პრიკლუჩენია. ანუ გასეირნება და თავგადასავალიო ლეისთან ერთად, მეგობრებო. ძალიან საინტერესოა, აბა მოდი გავხსნათ. так, აბა ნახოთ. ძალიან მაინტერესებს თუ ღირს ამ ყველა ჩიპსის შეძენა, ამ ყველა ფასიანის, ასეთი ლამაზი რეკლამა კი აქვს, მაგრამ ნახოთ, მეგობრებო, აქ ძალიან ბევრი ყრია, აი. ნერწყვი გადამცდა, ყველგან ბევრი ყრია, რა თქმა უნდა. ამას ესე სუნთეს ვერ შევჭამ, რა თქმა უნდა და თითო-თითოს იმიტომ ვაგემოვნებ, რომ დაგემოვნება მინდა, გამოვიდეს და არა რაღაცა ჭამა და კვებეკი და რაღაცა ისეთი. გავაგრძელოთ. მეგობრებო, საკმაოდ გემრიელია ესეც, რა თქმა უნდა, ყველა ჩიპსი და ეს გემრიელია. უდაოა ჩიპსიც, იმიტომ რომ გემრიელი იყოს. ყველისგან ნამდვილად აქვს, მეგობრებო. მარილი ნაკლებად აქვს, მინდა გითხრათ. და წინა ჩipsისგან, აი ამ ჩipsისგან სიმწარე რომ გადმომყვა, ამასაც გამოყვა და ძალიან მეგემრიელა სხვათა შორის და ცოტა აქ პაპრიკა ჩაყარო და ყოლის დატოვო, ძალიან გემრიელი გამოვა, ჩემი რჩევა იქნება ლეისი თუ მისმენ. ლეისი დამასპონსორე. აი ასე.
დამასპონსორეთ, თქვენ კიდე გამომიწერეთ. დამეხმარეთ, მეგობრებო, გააქტიურდეთ ჩემი არხი. აი ასე, აბა გავაგრძელოთ, გადავიდეთ შემდეგზე. გადავიდეთ, მეგობრებო, ბოლოში ძალიან დიდი ჩიფსი გველოდება. აი ასეთი ფრიქსი ჩიფსი უნდა გავსინჯოთ. ბარბეკიუ დამზადებულია საქართველოში, მეგობრებო. აბა გავისინჯოთ. ავიდა. ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის. თუ ლეისი გასინჯული მაქვს, რა თქმა უნდა და ფრიქსი XX-იც უნდა გავსინჯოთ. ფრიქსი თქვენც დამასპონსორეთ, რომ რეკლამა გაგიკეთოთ ხშირად. აი ასე, მაგრამ ჯერ გავსინჯოთ, იქნება სულაც არ არის კარგი. აბა. სხვათა შორის მეგობრებო, არის ძალიან ჰაეროვანი ჩიფსი, არ არის ძალიან ზეთიანი, იმის მიუხედავად, რომ ბარბეკიუა და ზოგადად ჩიფსების პრობლემა არის ხოლმე, რომ ჩიფსების პრობლემა ის არის, რომ ძალიან ცხიმიანია და ბავშვებისთვის და ისედაც არ არის ხოლმე სასარგებლო ასე ძალიან და რაღაცა შეიძლება მირთმევა ერთხელ და რაღაც, მაგრამ ეს არის ძალიან ჰაეროვანი და ჩემთვის მაგალითად მისაღები არის ნაკლებად ცხიმოვანი ჩიფსები მომწონს სხვათა შორის. ბევრ ცხიმიანები და ძალიან ზეთიანები როა არ მომწონს. და ამას მოდი დავუწეროთ 9 ქულა. აი ამასაც რომ დავამატონ ცოტა წიწაკა და ცოტა მარილი, კაი იქნებოდა ჩემი გემოვნებით, თორე ასეც კარგია და გებრიელი, დიდი უზარმაზარი ჩიფსია, ძალიან მისაღებია. ჩვენი დროშა, რაც ძალიან სასიამოვნოა, მეგობრებო, მე ძალიან მიხარია ჩვენი ქართული ესეთი მთები და რა ვიცი, შეიძინეთ, მიირთვით, წინ წავწიოთ ჩვენი არხით და ჩვენი ქვეყანაც. აი ასეთი პატრიოტული ჩიფსი გამოგვივიდა დღეს ეს ასეთი ფრიქსი X-ი. აბა გადავიდეთ შემდეგზე, ეს აქ დავდოთ, მოდი რომ გამოჩნდეს თან ჩვენი დროშაც. აი ასე, არ ვიცი ჩანს თუ არა. აი ასე მოდით, ხო, აი ასე იყოს. ხო, ესე იყოს. დღეს არის ესეთი ძალიან საინტერესო შეფუთვით ჩიფსი, მეგობრებო, ნახეთ რანაირია. აი ასეთ ემაშიდევს. ნახეთ როგორი ლამაზი და საყვარელი და რაღაცა ფოთათო და რაღაცა ნივრები და რაღაცები ახატია. ძალიან საყვარლობა შეფუთვა აქ, მეგობრებო, ნახეთ. ძალიან მომწონს. პირველად ვყიდულობ ასეთ ჩიფს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ალბათ ზოგს გაეჩინება რა პირველად თუ რამდენი, მაგრამ მე არ ვყიდულობ ასეთ, ანუ რა ვიცი. უფრო საინტერესო უნდა იყოს ასეთი ვიდეო, რაც არ გაგისინჯავს და ჩემთან ერთად ვისაც არ გაუსინჯავს, სულაც არ არის გასაკვირი და რა ვიცი, მეგობრებო, გამომიწერეთ, მიყურეთ და ნახოთ ერთად პირველად დავაგემოვნოთ რაღაცეები. ნახეთ. შეხედეთ როგორი სილამაზია. Открой вкус. Крафт. Открой вкус. ესე იგი, კრაფტ გახსენით გემო. აბა ნახოთ. ძალიან საინტერესოა. მოდით გავხსნათ გემო. როგორი გემო აქვს ამ ჩვენ კრაფტს. თუ რაც ქვია, არ ვიცი. ესეც ალბათ რაღაც უკრაინული ჩიფსი უნდა იყოს. ბრუტა თუ რაღაც ქვია. თუ შეცდომით რამეს ვკითხულობთ, არ დამძრახოთ, მეგობრებო. ესე კამერიდან კიდევ კარგად ვერ ვხედავ. აბა ნახოთ. აი ასეთი ჩიფსუნია არის, მეგობრებო. რაღაც მივრის გემოა მგონი. ძალიან საინტერესოა, მეგობრებო. Cherps. Click and share. ნახოთ.
ნახეთ რაღაცა მწვანილი და ნიორია. აი, ნამდვილად დაკრავს. რაღაცა მსგავსი ნივრის გემო, ძალიან მძაფრი არა, ძალიან ესე მკრთალად, მწვანილიც ესე, რაღაც მწვანილი აქვს, როგორც მიხვდით. არ შეიძლება ქინძი იყოს და ნიორი. ძალიან გემრიელი არის ნამდვილად. მარილიც ძალიან ისი აქვს მკრთალად, არ არის ძალიან ცხიმიანი, ვისაც გიყვართ მსგავსი გემოები, შეგიძლიათ შეიძინოთ და მიირთვათ ასეთი შეფუთვით, საყვარელი შეფუთვით, რა ვიცი, მე მომწონს, აი ნახეთ. ძალიან მომეწონა ეს ჩიპსი, ამას მე დავუწერ 9 ქულას. თავისი შეფუთვის და ნაკლებად ცხიმოვნების გამო, მეგობრებო. აი, ასეც ხდება. აბა გადავიდეთ. ეხა გავხსნათ აი ასეთი ჩიპსი. ასეთი სხვათა შორის მინდა გითხრათ, მსგავსი ჩიპსები, მეგობრებო, ანუ დორიტოსი რო ქვია. უი, რა საინტერესოა, ნახეთ. მოდით იცი რა ვქნათ? ეს ჩიპსი მოდით ბოლოში გავხსნათ, მეგობრებო. იმიტომ რომ ძალიან რაღაც სიახლეა, ჩემთვის პირადად შეიძლება თქვენთვის არ იყოს სიახლე, მაგრამ ჩემთვის ესეთი გემოები არის ახალი. და მოდით ეს ბოლოსკენ გავხსნათ. მოდი ესე გადავწყვიტე. მოდი ბოლოში იყოს ეს და გადავიდეთ. როგორ ჩიპსზე იცი? ბანკის ჩიპსებზე. აბა გადავიდეთ ბანკის ჩიპსები როგორი იქნება. გავაგზელოთ, ავიღერო, კომფორტულად ამეღო, დრო არ დამეკარგა. აი ასეთი კიკი რაღაც ჩიპსი. Potato chips. Extra crunchy. ძალიან საინტერესოა, ნამდვილად. ვნახოთ, გავხსნათ. აი ასე. თან არ მინდა რომ რაღაცა ხელი ვიტკინო და აბა გავხსნათ. აი ასე. ეს უნდა იყოს ყველის ჩიპსი. მეგობრებო, ძალიან საინტერესოა. ასეთი ჩიპსები სხვათა შორის მიყვარს, იმიტომ რომ ესეც კრახმალიურევია მგონი ამაში. და ნაკლებად ცხიმიანია სხვათა შორის. მინდა გითხრათ, აბა დავიწყოთ და გემოვნება. აქ ქულას დავუწეროთ. რა ვიცი. ამასაც აქვს ადგილი. ეხლა რო გითხრათ, რომ ძალიან მაგარია მეთქი და რაღაცა, რა ვიცი, საშუალო ჩიპსის როგორც ყველას გემო აქვს, რომ ასეთ ჩიპსებს როგორც ახასიათებს, რა თქმა უნდა, მარილიანია, მინდა გითხრათ და ძალიან მძაფრი ყველის გემო აქვს ამ ჩიპს. მე მაგალითად ამას დავუწერ 8 ქულას. აი ასე. ძალიან მძაფრი აი ნახეთ დამახველა კიდევაც. ძაფრი გემო აქვს, რა ვიცი. აი ასე და თქვენ გადაწყვიტეთ, შეიძენთ თუ არა ამას 8 ქულა. აბა გადავიდეთ. მოდი იგივე ბრენდი გავსინჯოთ, ოღონდ სხვა გემო ახლა. აი ეს არის უბრალოდ მარილიანი, მეგობრებო. აბა ვნახოთ. რაღაცა კიკი არის. ძალიან საყვარელი სახელი აქვს, მინდა გითხრათ. ლეისები და ისინი აღარ შევიძინე, იმიტომ რომ ყველასთვის ნაცნობი და ისედაც ამდენი ლეისი მქონდა და რაღაცა და აღარ შევიძინე, მინდოდა რომ უცხო რაც აქამდე არ გაგვისინჯავს, ის გამესინჯა კიდე. ვეცადე ყოველ შემთხვევაში მომეძიებინა რამე უცხო. აბა ვნახოთ. გთხოვთ, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩემი დიდი თხოვნა იქნება და თან გავაგზავნოთ ყურება. აბა ვნახოთ. ძალიან გემრიელია სხვათა შორის.
არიცი როგორ არის? არა, აქ ხომ ახატია მარილი და მინდა გითხრათ, რომ ის ყველისა უფრო მარილიანი იყო, ვიდრე მარილისა მარილიანი არ არის. აი, ასეც ხდება და ამას მოდი დავუწერ, რახამ არ არის ძალიან მარილიანი, იყო 7 ქულა. იმიტომ რომ მარილი ახატია და უნდა მარილიანი იყოს. აი, ასე. და დავუწერ 7 ქულას. აბა გადავიდეთ. ეს არის ჯოკერი. აბა ესეც რაღაცა უცნაური გემო აქვს. ნახეთ, რაღაცა ხახვის და რაღაცა კრემის გემო. ძალიან უცნაური რაღაცა სასიამოვნო უნდა იყოს. რა ვიცი, ვისაც უყვარს გავსი გემოები. მე მაგალითად მიყვარს გავსი პროდუქტი, ანუ ხილი, ბოსტნეული, რაღაც მსგავსი ყველაფერი მომწონს, მიყვარს, ბოსტნეული ძალიან მიყვარს. მე პირადად ასე გავხსნათ რაღაცა შეწებებული არის. ხო, და ძალიან სასიამოვნოა, როცა ბოსტნეულის მსგავს პროდუქტს ნახულობ ჩემთვის პირადად. არ ვერიდები არც ხავს, არც მიორს, ძალიან მიყვარს. აი ასე. ეხლა გავსინჯოთ ეს. ნახოთ, კარგად ნახოთ. აბა, ჯოკერ, აბა რას ისაო? მეგობრებო, ძალიან გემრიელი, აი ძალიან გემრიელი, ვისაც გიყვართ ხახვი და თქვათ სმეტანა ამ მსგავსი პროდუქტი, ძის პროდუქტი, აი მაგ მეგობრებს მოეწონება ძალიან ეს ჩიპსი. ამ ჩიპს აუცილებლად მე ვისაკუთრებ, ამას უწერ 10 ქულას, ჩემგან ჯოკერი 10 ქულა. აი ასეც ხდება. ძალიან მომხიბლა, ძალიან გემრიელია და ეგრევე 10 ქულა დაიმსახურა ამ ერთ გასინჯვაში. აი ასეც ხდება მეგობრებო. აბა გავაგრძელოთ. იგივე არის ჯოკერი. აი ეს მეგობრებო შეიძლება ძალიან ცხარე იყოს, იმიტომ რომ ნახეთ როგორი შეფუთვა. წითელი წიწაკები, რაღაცა ცოტა საშიშად გამოიყურება მგონი, დაიძაბა სიტუაცია. რაღაცა ისედაც ამდენი ჩიპსი დავაგებოვნე მეგობრებო. არ ვიცი ჯერჯერობით ცოცხალი როგორ ავარ, მაგრამ რა ვიცი, აი თქვენთვის და ასე თავის განწილვად მე მგონი ღირს, რა ვიცი. ხო და ბევრ ლაიქებს ვიმსახურებ მეგობრებო თქვენთვის, აი ნახეთ რაზე მივდივარ და აბა ვნახოთ. ადამიანი რომელიც ჩიპსებს საერთოდ არ ჭამს, ნახეთ რამდენი ჩიპსებს ჭამ. და აბა მოდით, კი, ჩემი არჩევანია, ზოგი იყოს შენი არჩევანიაო, მაგრამ მინდა რომ თქვენც დამაფასოთ და შემიფასოთ და გამომიწერეთ. აი ასე წიწაკებში ვარ, ეხლა გავსიჯოთ აბა. აი მე თან მეშინია. უი, ძალიან მწარია. აი მოსათმენა თողოთ, მაგრამ არ მწარე კი. აი წინაზე ჩიფსო ხო გავსიჯე, მწარე რო იყო ცხარე, აი საწავი და აი ნახეთ ეს ხო იყო. ეს უფრო ტკბილი იყო ვიდრე მწარე, ცხარე. და ეს ნამდვილად ცხარი არის. მეგობრებო, დამიჯერეთ ნამდვილად. ვინც არ ახართ მირჩეული მწარეს ან სპაზმი გაქვთ ან მსგავსი რამე პრობლემა გაქვთ, არ გირჩევთ და ამას მოდი დავუწერ. რახამ არის ცხარე და აწერია რომ ცხარია, იყოს 10 ქულა. ცხარე 10 ქულა. აი ასე. ჩემგან 10 ქულა. ეხლა გადავიდეთ მეგობრებო ამდენ ჩიპსებში. ასეთი უზარმაზარი ჩიპსი, ნახეთ აი კამერას ავწევ და დაგანახებ. თელ ამ ჩემ დიდებას. ასეთი ჩიპსებში, ასეთ ბევრ ჩიპსებში. აი ასე. ნახეთ მეგობრებო. ვაიმე, რამდენი ასეთ ბევრ ჩიპსებში, ასეთი დიდი უზარმაზ, ეს როგორ დავდო, მოდი ესე დავდე.
და ან გადავხდებ აი ასეთი უზარმაზარი ჩიპსი. ეხლა მოდი გავხსნათ ეს, მეგობრებო, არ ვიცი რაღაცნაირად და დავაგემოვნოთ. ძალიან საყვარლობაა ესეთი დიდი ჩიპსი. სნეკი. Воздушный. Со вкусом говядины и со сметанкой. ანუ ეს ყოფილა მეგობრებო გავიადინის გემოთი და სმეტანის როგორც გაიგეთ რომ წავიკითხე. აბა სნეკი ყოფილა შონკა თუ გავიადინა თუ როგორც არის. აბა ვნახოთ ამხელა უზარმაზარი სმეტანის და როგორი სუნი ამოვარდა. აი воздушный, ანუ ჰაეროვანიო რა. აბა ვნახოთ მეგობრებო. აბა ხო რაღაცა ის არის რა ქვია ნახეთ. აი ნახეთ ბეკონის ვითომ რაღაცა გავიადინის და სმეტანის გემოთიო რა. ჰაეროვანი ჩიპსი ბურბუშელა. მე მგონი ესეც ბრინჯის უნდა იყოს თუ არ ვცდები. აი ბურბუშელასი. მაგრამ ძალიან გემრიელია, მინდა გითხრათ. ბავშვებს ძალიან მოეწონებათ მსგავსი პროდუქტი. არ ვიცი ვისაც სურვილად შეიძლება. ძალიან ბევრია, ძვირიც არ ღირდა. ეხა ფასებს ესე აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ სხვადასხვა მაღაზიაში სხვადასხვა ფასებია და ეხა მე რო დავასაყელო ფასი შეიძლება შეხვიდეთ და რაღაც ანიაფად ნახოთ, ან ძვირად ნახოთ და იმედ გაცრუება ძალიან ცუდია და რაც სად რა შეგხვდებათ და თუ ჩემი აღწერა და გემოვნება მოგეწონებათ, იმის მიხედვით შეგიძლიათ შეიძინოთ. მე იმიტომ ვიღებ ასეთ ვიდეოებს, რომ წარმოდგენა გქონდეთ რას ვყიდულობთ, ღირს თუ არა შეძენა და რა ვიცი. ვინცენდობა ჩემი პირის რეცეპტორებს, აი ასე თქვენთვის ვიღებ გავს, მაგიტო ვიღებ ამ ვიდეოებს, მეგობრებო. ასე. ახლა ამას აქ დავდებ მე, ასე და დღეისთვის ბოლო მეგობრებო, დღეისთვის ბოლო ჩიპსი იქნება აი ასეთი ჩვენი დორიტოსი, მსგავსი, ასეთი ლამაზი შეფუთვით. და ძალიან მაინტერესებს მე თვითონ რაღაცა სიახლეა ჩემთვისაც. რა საინტერესოა მეგობრებო. ნახეთ რანაირი შეფუთვა აქვს. რა სასიამოვნოა. რაღაცა აი ნახეთ. ანუ ეს ყველაფერი უნდა გაიხსნას, რა თქმა უნდა. და ალბათ ეს უნდა ჩაიდოს ამავე ყუთში. ნახეთ მეგობრებო, ამას რო გახსნით, მერე ეს соуსი მოყვება და უნდა ჩადოთ აქ ყუთში ასე. და ისე მიირთვათ. მოდი ახლა მე გავხსნი. ნახეთ როგორი გვაკამოლესავით რაღაცა, კეჩუპისავით რაღაცა. მოდი ამ соуს მე აღარ გავხსნი ახლა. არ მიყვარს ტომატპასტიანი соуსები, როგორც წეღან თქვი. და არ მინდა რომ თან დავისვარ. მოკლედ ასეთი соуსი და მოდი გავსინდოთ თვითონ ჩიპსი. ძალიან საინტერესოა, მინდა ძალიან მაინტერესებს. აი თვითონ ჩიპსიც საინტერესოა. ან კარგით, მოდი გავხსნი მაგასაც. რახან ყველაფერს ხსნის, ეგეც გავხსნათ. აი ასე გამოიყურება მეგობრებო. მოდი ამას ესე ჩავდებ მე და ამასაც გავხსნი. აბა ვნახოთ და ჩავაწოთ. სხვათა შორის ეს არის ანუ ესეთი ჩიპსები არის, სიმინდის ჩიპსები არის ხოლმე ძირითადად. მაგრამ ანუ მე პირადად ხო ასეთ სიმინდის ჩიპსებს არ მივირთმევ, იმიტომ რომ რაღაცა არ მსიამოვნებს. მაგრამ თქვენ გამო დღეს ეს ცალს როგორღაც გავსინჯავ, არ ვიცი, იმედია რამე არ მომივა. აბა ვნახოთ მეგობრებო. ძალიან საინტერესოა, იმედია მწარი არ არის ეს ყველაფერი. ვნახოთ აბა.
მწარია. სხვათა შორის. მოდი ამ ბრინჯი არა, იმის ჩიფს მე აღარ შევჭამ რო არ მაწყინოს. ანუ სიმინდის არ მეჭმება მე პირადად. რა ვიცი. ესე არის, მოკლედ ნუ არ მინდა ჩემზე ლაპარაკი. და ძალიან მოუხდება, მინდა გითხრათ, მოდი სხვა ჩიფსი ჩავაწოთ. აბა რომელი ჩავაწოთ, მეგობრებო, მოდი აბა ეს ჩავაწოთ რაღაცა. აი ეს ჩავაწოთ, მოდი ამ соуსში. რაღაც соуსი მომეწონა კი. ნუ ჩიფსიც კარგი იყო, რა თქმა უნდა. საკმარისად მარილიანი იყო და რაღაცა. ძალიან გამრიელია, მეგობრებო. რაღაცა პამინჯრები ყრია, მწვანილები, წიწაკაც, ყველაფერი მარილი საკმარისად აქვს. ასეთი соуსის დაგემოვნებაც გამოგვივიდა, მეგობრებო. თავისი ჩიფსუნიათი. ასე რომ დღეისთვის ამ გემრიელ ნოტაზე დავასრულებ ამ ვიდეოს, ესე გადავდებ ამას აქეთ და ასეთი გემრიელი დღე გამომივიდა, ასეთი გემრიელი. აი ნახეთ მეგობრებო, რამდენი დავაგემოვნე და კიდე გვერდზე მიდევს აქეთ. არ ვიცი ცოცხალი როგორ გადავრჩები დღეს, მაგრამ იმედია კარგად ვიქნები. აი ასე ცოტა კი დამცხა, მაგრამ არა უშავს. მერე წყალს დავლევ და გავნერიტრალდები, რა თქმა უნდა, თქვენ არ ინერვიულოთ ჩემზე. აუცილებლად კარგად ვიქნები. თქვენც ბედნიერ დღეს გისურვებთ, ბედნიერ საღამოს, ყველაფერს კარგს, რაც მოგეწონებათ, შეგიძლიათ შეიძინოთ, თქვენც დააგემოვნოთ, ჩემთან ერთად იყავით ხოლმე, გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემო მეგობრებო, ძალიან გამიხარდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბევრი ქართველი გამომწერიც მყავდეს, იმიტომ რომ უცხოელი გამომწერები მყავს და მინდა რომ თქვენ ჩემო მიერთდეთ, მეგობრებო. და ერთად ვიყოთ, ერთად მოკლედ რაღა დავამატო და აბა დაგემშვიდობებით. ამ უგემრიელეს ხრაშუნა რაღაცეებით, ხრაშუნა კრანჩებით, ჩიფსებთან და რა ვიცი რაღაცეებთან ერთად. აბა ბედნიერი დღე, კოცდით მიყვარხართ, თქვენი ლუსი ნანიკო. აბა მომავალ ვიდეომდე, მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკს დააჭირეთ ხელი. კარგად, დროებით, გემშვიდობებით, ბედნიერად.